გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ახალი ჰიტფული და დღეს ჩვენ გადავიღებთ 10 რჩევა დამწყებებისთვის. თუ ხართ თქვენ დამწყები და ახლა გამოწერთ PUBG Mobile, აუცილებლად დალაიქდო, გამოწერთ რახით და სწორ ადგილას მოხვდით. პირველი იმით მინდა დავიწყო პირველი ფაქტი, რომ აუცილებლად გჭირდებათ სეტინგები და sensitivity. სეტინგები და sensitivity-ის გარშე თქვენ ვერ შეძლებთ სწრაფი გადახრების გაკეთებას, კიდევ თანსროლასთან ყურებს ეცელებათ და ასე შემდეგ. ასევე საჭიროა გადახრების და პარკურის ჩართვა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვაჭერთ აი ამ ღილაკს, ახტომის შეიძლება ან უბრალოდ დავხვდით ან რაღაცას გადავახვდით და ეს აუცილებლად საჭიროა. პირველი პუნქტი იყო რომ პარკურია ეს აუცილებლად სასწავლელი და პიკები და sensitivity უნდა შეარჩიოთ და კონტროლები აუცილებლად. კიდევ ერთი პუნქტი ის არის რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ მაპზე რა ხდება, აი არანგელის მაპი და აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენ როდის სად უნდა ჩახტეთ საერთოდ. როდესაც თქვენ ჩახტებით, აი კემპი უნდა ერჩიოთ, თუ გინდათ მაღალი რანგის აუცილებლად უნდა ერჩიოთ კემპი, უნდა ჩახტეთ ხოლმე მანდ გაელუტოთ და მერე უკვე მაქედან უნდა დაიწერეთ. თავიდან შეიძლება რა თქმა უნდა ევენტზე ჩახტომა და მერე რო გასწავლებით მეოჯერ მანკებში ჩახტომა, მაგრამ უკვე თქვენი არჩევანია. აუცილებლად უნდა გქონდეთ მაპის შესწავლილი, აი მაგალითად ერანგელი უნდა იცოდეთ, მაგალითად ზონა საით წავა დაახლოებით ხიძე თუ იქნება ისეთ ადგილებსაც არიან კაცები, ზონა უნდა მოინიშნოთ აუცილებლად თავიდან, როგორც კი იმას გქონთ, აუცილებლად უნდა მოინიშნოთ ზონა. იმიტომ რომ იცოდეთ საიდან, ანუ უნდა მოინიშნოთ თვითმფრინავის ტრაექტორია, საიდან წავიდიოდა, რომ იცოდეთ მაგალითად სასნოუ კაპოჩინგი, რომ მანდ არიან ძალიან ბევრი კაცი. მესამე პუნქტი ის არის, რომ აუცილებლად საჭიროა ყოველთვის და ყველგან ვარჯიში. მაგალითად, თუ გინდათ მაღალი რანგის აპო, ასე ვთქვათ კემპი და კიდევ ერთი პუნქტი ის არის, რომ ყოველთვის სანამ მატჩში შეხვალთ ერანგელში რანკეტში, აუცილებლად ითამაშეთ TDM-ი 20 წუთი, 3-4 მატჩი ითამაშეთ, რომ გახურდეთ, შეგეძლოთ ფაითი და ხო, კიდევ შეგიძლიათ ტრეინინგ არენაში შეხვიდეთ. მილიარდი მაპი არის, შეიძლება ვარჯიში, სკოუპის ვარჯიში და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ მეოთხე პუნქტზე. მეოთხე პუნქტი არის ის, რომ სწორი იარაღების შერჩევა. მაგალითად, იმას ვამბობ, რომ ის იარაღი პოვოთ, რომელთაც შეგიძლიათ კარგად თამაში. მაგალითად, იპოვოთ სნაიპერი, ან M4 ან შოტგანით, შეგიძლიათ კარგად თამაში, ან SMG-ით. უნდა ივარჯიშოთ აუცილებლად ისეთი იარაღებზეც, რომლებსაც არ შეგიძლიათ თამაში. მაგალითად, პოჩინგში რო ჩავხტეთ, იარაღი რო ვერ აღმოვაჩინოთ, აუცილებლად საჭიროა პირველი იარაღი, რაც პისტოლეტი იყოს, უნდა უცოვეთ პისტოლეტ თამაში, რომ მოვკლოთ კაცი. ეგ მეოთხე პუნქტია, იმიტომ რომ აუცილებლად იპოვეთ თქვენ მაგალითად SMG, M4 და SMG, რომელი პიკი გინდათ თამაშში. AOM SMG, P90 SMG, ანუ ასე შემდეგ AOM, ამერი რაღაც ეგეთი იარაღები იპოვეთ, რომლებიც თქვენ გაწყობთ. კიდევ ეხლა არის უკვე მეხუთე პუნქტი. თიმეითები. თუ თქვენ ყავთ კარგი თიმი, ხოლო თქვენ თვითონაც უნდა თამაშობთ, მაშინ ძალიან დიდი შანსია რომ მოიგებთ. ანუ კარგი თიმი როდესაც ყავს, აუცილებლად კარგი მატჩები ექნება, იმიტომ რომ გინდათ შეძლოთ თამაშობდეს, 3 კაცი ყავს, რომელსაც შეუძლია ყოველ მომენტში გადაგარჩინოს. მეექვსე პუნქტი არის კიდევ ის, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ ლუტი ხო მატჩის განმავლობაში. აი მაგალითად, თქვენ არ გჭირდებათ 10 ენერგეტიკი რო გქონდეთ, ან ჰილი გქონდეთ ზედმეტად ბევრი. 4-5 სტანდარტული ჰილი ჩვეულებრივია ხოლმე, 2-3 დიდი ჰილი და ენერგეტიკი 4 ცალი მაქსიმუმ. ასევე კიდევ ერთი ფაქტი, რომ არანაირად არ აიღოთ აი ეს ტაბლეტები რო არის, იმიტომ რომ ბევრ ადგილს იკავებენ და ჯობია თან დიდი დრო უნდა როდის დალევ 2 ენერგეტიკის დალევა სწრაფად. ასევე უნდა იცოდეთ აუცილებლად რამდენი გრენეიდი უნდა აიღოთ მატჩში ან რაღაცა. 3 სმოუკი, 3 გრენეიდი და 1-2 მოლოტოვი. მოლოტოვი ძალიან ბევრ ადგილს იკავებს ხოლმე, ამიტომაც ძალიან ცოტა უნდა აიღოთ. კიდევ არასწორი ტყუების გადაგდება და მაგალითად, როდესაც აიღებთ ჩაკუჩს
ყინულის ჩაქუჩი რო არის ახლა ევენთი, აუცილებლად გადააგდით დანა ან ტაფა როდესაც იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრად დაიკავეთ ინვენტორში. თუ გინდათ თქვენ მეტროს თამაში, აუცილებლად იცოდეთ, რომ ძალიან კარგი უნდა იცოდეთ close fight. ანუ ახლო ფაითი რა, იმიტომ რომ მეტრო მაგაზია აწყობილი, რომ რაღაცნაირად უცბად გაპიკო, მოკლა, შეიძლება სკვადი და გადგეს ჩვეულებრივ მარტო იყო და უნდა შეგეძლოთ თქვენ აი ამ სკვადის განადგურება. მეხუთე ფაქტი, ინფორმაციის გადაცემა. აუცილებელია თქვენ იცოდით მონიშნა ადამიანის სწორი ინფორმაციის გადაცემა, იმიტომ რომ თიმეითებისთვის გუნდთან ერთად როდესაც ხართ, აუცილებელია, იმიტომ რომ მაგალითად ადგილები არის, სადაც რომელ ადგილებს სპეციალური დასახელებები აქვს და ეს დასახელებები უნდა იცოდეთ კიდე სწორი სროლა უნდა იცოდეთ გრენედების ეს არის მეხუთე პუნქტი რომ ინფორმაციის გადაცემა უნდა იცოდეთ თქვენი გუნდისთვის და სწორად გრენედების სროლას მოუკების მოლოტოვების ამაში ვარჯიში ხო ჩვეულებრივ შეგიძლიათ და მოდით დავიწყოთ მერვე პუნქტი. მერვე პუნქტი ის არის რომ თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ მაგალითად სპეციალური სახლები როგორ დაარაშოთ ისე რომ არ მოკლან პიქსელებში გარყვა უნდა შეგეძლოთ გარაშვა ამის აუცილებლად საჭიროა სენსიტივი და სწორი კონტროლები. ეს კონტროლები სენსიტივი შეგიძლიათ აიღოთ რომელიღაცა იუთუბერისგან, ტიკტოკერისგან, ძალიან ბევრი იუთუბერი ამხელს ამას და შეგიძლიათ რომელიმესგან აიღოთ ბევრი პოპულარული იუთუბერი ამხელს რომ ესეთი სენსიტივი ესეთი კონტროლები მაქვს, ამიტომ შეგიძლიათ აიღოთ. მერვე პუნქტი ხო გითხარით, სწორი დარაშვა და სწორი პიქსელებში გარყვა. მოწინააღმდეგეზე ნებისმიერი უპირატესობა უნდა აიღო. მაგალითად, გინდათ სკვადი იყოთ ერთი კარგი მოთამაშე რო იყოს, შეიძლება გავანადგუროთ 4-ვე. აუცილებლად უნდა გრენედები შეუგდოთ, როცა ხვდებით რომ არ შეიძლება დარაშვა, ეგრევე მოკლავენ, გრენედები უნდა შეუგდოთ, რომ რაც უნდა გამოიყვანოთ სახლიდან. მეცხრე პუნქტი ის არის, რომ მაგალითად ევენთებზე რო შვებით, აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორი ევენთია, რა ხდება ამ ევენთზე, დიდი ევენთია თუ პატარა ევენთია, ამებში აუცილებლად უნდა გაერკვეთ. იმიტომ რომ მაგალითად არის ევენთები, სადაც close fight საერთოდ არ ასაჭირო და ისეთი ევენთები არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ close fight და ევენთის ევენთის სახლების დარაშვა, ასევე აი გამოგვადგა მე-6 პუნქტი, ევენთის სახლების დარაშვა. და ახალი ევენთის რაღაცების გამოყვანა, მაგალითად შუბი როგორ გამოიყენეთ, ეგ უნდა იცოდეთ აუცილებლად ჩაქუჩი და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ აღესაბამებთ, რომ ყოველთვის საჭირო ვარჯიში. თქვენ თუ გინდათ რომ PUBG კარგად ითამაშოთ, აუცილებლად ყოველთვის მატჩის წინ 3-4 TDM უნდა ითამაშოთ. ტრეინინგ გრაუნდში უნდა შეხვიდეთ, რაღაცები უნდა იმასგან 2-2-ზე ისინი უნდა ითამაშოთ თქვენ თიმეითთან ერთად სკვადზე. მეათე რჩევა არის რომ თქვენ აი WoW mode რო არის, მან შეხვიდეთ და მოდები ითამაშოთ. მაგალითად, საორჩო მოდები, თქვენ ყავთ სკვადი და გინდათ რომ აი ძლიერი სკვადი ახდეთ ძალიან WoW mode ყოველ დღე ეს 3-4 TDM უნდა ითამაშოთ, უნდა ივარჯიშოთ და WoW mode-ებში უნდა ითამაშოთ 4-4-ზე ან რაღაც ეგრე. და ასევე კიდე მერე უკვე კლასიკში რა თქმა უნდა შეიძლება დიდი რანკის აკაჩო. თქვენ თავისუფლად დალაიქეთ ვიდეო, გამიწერეთ ახლა ამ ვიდეოს ძალიან ბევრი ვიწვალე. აუცილებელია ასევე ცოდნა, ხო, კემპის თქვი, ოღონდ კარგი ლუტი უნდა იყოს, ამაში გაგახსენებთ და ხო, თავარი ესაა რა. ლუტი და სენსიტივი სეტინგები ყველაფერი ეს. კარგით მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს ყო. აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაგახსენებთ რომ თქვენ იყავით ჰიტბულის არხზე, ეს იყო 10 რჩევა დამწყებებისთვის და ნახვამდის.